რა უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს A B შეფარდებამ. A-ს B-სთან შეფარდება. მოკლედ რომ წავიკითხო, თუ A მოთავსებულია 1-სა და 4-ს შორის, ხოლო B მოთავსებულია 2-სა და 6-ს შორის. ორმაგი უტოლობაა. აი, ანუ შენ ამბობ, რომ იღებ ამ ორ მნიშვნელობას, რადგან ტოლობები წერია გაქვს ამის უფლება და ამბობ, რომ ეს არის 4/6, ანუ 1/13. დაფიქრდი ახლა კარგად, პირობა რას ამბობს? რა უდიდესი მნიშვნელობაო და შენი აზრით სხვა ვერსიით, სხვა პასუხთან ხო არ მივიდიოდით, რომელიც უფრო დიდი იქნებოდა? აი, მოდი ახლა ასე დავსვათ მაშინ კითხვა. მარჩილობას ხო არ დავიწყებ მართლა, ხო? რაღაცა უნდა ჩავრთო, რომ დავფიქრდე, როდის მომცემდა ყველაზე დიდ მნიშვნელობას. როცა რაღაცა უფრო ბევრზე გაიყოფოდა თუ უფრო ცოტაზე. ახლა მაშინ 4 რო შეარჩიე ყველაზე დიდი რაღაცა რაოდენობა შეარჩიე, რაც შეიძლება და 100 ქონოდა, ხო? მნიშვნელობა უბრალოდ რატო გადავიტანე რაოდენობაში. და ყველაზე პატარაზე გაყოფა თუ დიახ, ეგ მოგცემს უფრო დიდ მნიშვნელობას, ვიდრე ის რომ ადგე და 6-ზე გაყო. 6 ხო უფრო დიდი რიცხვი, ანუ უფრო პატარებად დაანაწევრა და 2-ზე გაყოფა უფრო დიდებად დაანაწევრა და 4-ის 2-თან გაყოფა გაძლევს 2-ს და ეს არის შენი საუკეთესო პასუხი. კი, პირდაპირ თან ჯდება. B-ში წერია 2. ოკეი, შემდეგი. მოკლედ, შემდეგ სავარჯიშო არის ეს. ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლი ტოლია 298. გავსინ სავარჯიშოს წეგან რო იყო. რაღაცა ორი ნატურალური რიცხვი მაქვს, რომელთა ნამრავლი არის 298 და ქვემო ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს ამ ორი რიცხვის საერთო ჯერადი. ანუ, თქვენ გვაინტერესებს USJ 100 და BC, ოღონდ გვაინტერესებს პირიქით, რომელიც არ შეიძლება იყოს. რომლებიც შეიძლება, ისინი არა. 4 სავარაუდო პასუხიდან ის უნდა ავარჩიოთ, რომელიც არ შეიძლება. ეს დავიმახსოვრეთ. და სხვათა შორის, აი ამ არ შეიძლებას იმხელა მნიშვნელობა აქვს. შეცდომით დაშვება არ გეპატიება და რატო? როცა გეკითხებიან შეიძლება, მაშინ ხო ერთი პასუხია სწორი. როცა არა, არ შეიძლებაშიც ერთი პასუხია სწორი, ხო? და თუ მაგალითად შემთხვევით წაგეკითხა როგორც შეიძლება და დაინახე რომ სამი პასუხი გაკმაყოფილებს, გაწყობს. ეჭვებში როგორ არ უნდა ჩავარდე, რომ რაში აქვს საქმე, ხო? ანუ არასოდეს არ გააკეთო ისე რომ ერთი პასუხი რომელზეც შენ იფიქრე, დაინახე და ეგრევე ამოხაზო. გადაავლე ხოლმე იქ თვალი, რა იცი რა ხდება. ერთი პასუხი შეიძლება, თქვათ და ნახე რომ შეიძლება და გამოდის, ხო? მეორეში შემთხვევით რომ აღმოაჩინე რომ შეიძლება, ხომ ეს ბიძგია იმისა რომ დაუკვირდე რომ პირობა თურმე პირიქით არ შეილებას გეკითხება, თორე ორი შეიძლება რომ პასუხში წერია, ეგ როდის მოხდებოდა? თუ პირიქით არ შეიძლებას მეკითხებოდნენ. ანუ მანდაც რაღაცა ხრიკები თვითონ უნდა ესაქნა რა, გამოიმუშაო, ხო? იმიტომ რომ თვალი ხანდახან არ ხედავს, რომ წაიკითხე, აი არ ჩაგეყლაპა და უცებ შეიძლებას უყურებ, მაგრამ პასუხებმა ხომ უნდა გიბიძგოს. თვალი მასაც არა, მაგრამ ნუ ყურადღება სჭირდება. ხო, აი ეს ჩხარა გავთიშოთ. დინჯად, რასაც დაწერ, ვფიქრობ, რომ ის იყოს სწორი, მაგრამ ისეც არა, ხა ერთ სავარჯიშოზე რო ხედავ, რომ 15 წუთი დაგჭირდა და არ არის მაგდენი დრო, გადახვიდე უნდა შემდეგზე. აბა მაგრამ ხა ამდენი დრო დაგჭირდა, რა იმ მომენტში უკვე ჩქარა ჩამოაგეთო. ხო, აი ძალიან კაია, მაგიტო ეხლა გამოცდილებას მიიღებ თვითონ იქ მუშაობის ამბავზე რა. ხო და კარგია ძალიან. მოკლედ რა გავაკეთოთ? ისნებარჩვით. და რატო? 2.3 მერვედი გამოკლებული 0.6. აი ეს გადავედით შემდეგზე 13. 13-იც იპოვე 34 და 51-ის უმცირესი საერთო ჯერადი. ახლა მე ვილაპარაკე. და ნახე ერთ წელიწადს როგორ მოსულა ეს ჯერადი. ანუ იმ ორ მაგალითში ხო ჯერადები დაგჭირდა, მაგრამ როგორი იმით იყო და აქ ნახე პირდაპირ მოვიდა. იბა ორი რიცხვს უსუჯო. ახლა ეს რომ ამბობენ ხოლმე ეროვნულზე რა უნდა, მართლა რა უნდა. რაღაცა ქულა მაინც აიღო ბავშვმა, თორე ამის გვერდით მე რო იქ ისეთი მაგალითები წერია, რომლებზეც ისევ ერთი ქულა ეკუთვნის. განწყობა იყო, ხო? ხო, დღეს რაღაცა ბავშვის мотиваციაზე ვერ ვფიქრობ. ნამდვილად უხასიათზე ვარ. რამდენი ორიანი დავწერე რომ იცოდე. მე არა, არ დაგებზე მივეცი დავალება და არ დაწერე და ბოდიში. რატო შენ რო იმუშავა? ხართული არ ჭირდება რომ ხო?
ტექსტის გააზრებაზე მუშაობ. მაგ მათემატიკა. ზუსტად ის უნარი მჭირდება აქაც. არის სამასასიანი მაგალითად ქართული არის პერსონაჟები რაღაცა მოდი ესეც არ გვინდა. ან მოდი დაწერე. 34 რა მოვიდა. მოდი ეს პასუხი არ შეგეშალოს. ორჯერ სამჯერ ფილმი. ახლა მაგი გამოთვალე, სწორი? როგორ გიკეთებდა? 6-7 არის 42, 4, 6-4-ის 100. მეგას. უკაცდეს რა მასა შევშალო მას აქ მოგეკეთრია. მე მუზეა ახლა ამაზე ქულა დაიკარგება ეს მოვიდო ეს. ორ სათავის მქონე რიცხვის კერძზე მონიშნულია ემი, ენი და პერი ცხობის შესაბამისი წერტილები. და სურათი ესე გამოიყურებოდა. ეხლა ზუსტად აღებული ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მოკლედ სათავე იყო. კი, ცოტა ესე გამოწეულად ჰქონდა ენი, უფრო ახლოდ მდებარე წერტილი იყო ემი და დაახლოებით ოდან ემდე რამანძილიც იყო, იმაზე ოდნავ ნაკლები იყო პე რა, რაღაცა ეს კი ამბავი იყო. ხო, და ეხლა აქაც კითხვას სვამს ცდარი რომელიაო და მოვწერ პასუხებს. n-ს მინუს ემი გავამრავოთ პ-ზე მეტია ნულზეო. მეორე პასუხში წერია m-ი გავამრავოთ n-ზე მეტია ნულზეო. მესამე პასუხში წერია 1 შეფარდებული m-თან მეტია 1 შეფარდებული n-ზეო და მეოთხე პასუხში წერია p-ს მინუს m-ი ნაკლებია p-ზეო. ხო, დაახლოებით დასმის გასაკეთებელი. კი ბატონო. ანუ, როგორ გითხარი, ესე იგი, ეს არის თქვათ -3, ეს იყოს 5 და იქით იყოს -6. ხო? იმიტომ რომ ეგრე იყო, რომ ეს მანძილი ცოტათი მეტი იყო, ეს მანძილი ამაზე ცოტა მეტი იყო. სად? უი, ხო, დედა მომიყდეს თავი. კი ბატონო. ეს არის 12. აჰა, -3 ხომ მქონდა? -3 + 5. ანუ 2 არის არაფერი. და 2 ჯერ 6 12. და 12 მეტია ნულზე. კარგი. შემდეგ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ხო, პირიქით კითხულობ, რომელია მცდარიო. ანუ ეს დადებითია, კი ბატონო, ანუ შესაბამისად მეტია ნულზე. კარგი, ეს. ეს 1 შეფარდებული. უი, ხო, 1 შეფარდებული -5 და 1 შეფარდებული -3. ასე අපერატორი დავანით როდის არის ზოგადად, მოდი მინუსები წავშალოთ და ისე ვისაუბროთ ერთჯერს. არა, შედარებას ახდენ ორი წილადისას და მოდი ესეთ კითხვას დაგისვა. მინუსების გარეშე მითხარი, რომელია მეტი? 1 მესამედი, რატო? იმიტომ რომ რაც უფრო პატარაზე გაიყო და მეტი დიდი ნაწილები მექნება. ეხლა ნახე, რიცხვი დღეზე რო ავიღო, უკვე როგორც უარყოფითი რიცხვები, -3-ია მეტი თუ -5? -3-ია მეტი თუ -5? -3-ია მეტი. თუ -3-ია მეტი, ანუ გამოდის რაც უფრო დიდზე გავყობ, აქეთ ხომ -3 მეწერა, აქეთ -5. რაც უფრო დიდზე გავყობ, მით ნაკლებ პასუხს მივიღებ და რაც უფრო პატარაზე გავყობ, ანუ -5 შემთხვევაში, მით უფრო დიდ პასუხს მივიღებ. ამის გამო იქნება თვითონ მეტი. ანუ ესეც სწორიად იქ მინუსებზეა დასაკვირვებელი. აი, ეხლა რაც შეხება ხედას. წესი დარიგით ხო, ასე გამოგდის ხო? ნაკლები? აჰა. დიახ. ნახე, ეხლა საერთოდ რომ ეს რიცხვები არ ჩამესვა. ამათზე შეიძლება დასმა ვერ გამეკეთებინა, მაგრამ აქ ნახე რამხელა მცდარი რაღაცა წერია ზოგადადაც რო ვიმჟელო. ეს დადებითი რიცხვი ხოა? ეს ხო უარყოფითი რიცხვია. დიახ, დადებითი რო უარყოფითი აკორდება, მაშინ ყოველთვის დამატება ხდება, ხო? მინუს პლუსდება. როგორ შეიძლება მე რიცხვს რაღაცა დავამატო და ეს იყოს ნაკლები ამავე რიცხვზე, რაც თავში ეწერა. ვერ იქნება რა. ანუ ყველაზე ჭეშმარიტად მცდარი გამოდის, სულ ვარ ჩავსვა. ყველაზე ჭეშმარიტად მცდარი. მოგიდეს მეოთხე. ოკეი. ნაკლებია ნულზე, b მეტია ნულზე და a-b-ს მოდული რისი ტოლი იქნებაო და სავარაუდო პასუხები ახლავს a + b-სიო, a-b-სიო, b-100-იო და -100 b-სიო. ანუ ნულზე ნაკლები არის სავაჭრო, ანუ 100% არის უარყოფითი რიცხვი, b არის დადებითი რიცხვი, შეგვიძლია ვიღოთ -1 და 1. მაგალითისთვის შევიღეთ -x და x.
კი ბატონო. მოდულის ერთნაირი ვიწყობთ, ნიშნი განსხვავებული. მოდულის შემთხვევაში -1 2 არის, -2 არის და მოდულიდან რა თქმა უნდა დადებითი ამოდის სულ და დადებითი 2-იანი იქნება. გამოვა რომ -1 რომ დაემატოს 1 0 არის. ხო. ეს 0-ია და არ მაწყობს. ეს არის -2 -2 არ მაწყობს. ესა 0 არ 0 არა ის 0 მინუს ეს ანუ ბეს ეს მინუს მინუს 1 და 2 არის მინუს 1 არის 2 და მინუს 1 მინუს 1 მინუს 2 მოიცა კარგად დამაწერეთ არა 1 მინუს 1 დია არის ანუ ეს პასუხი დავუთხო ეხლა ერთი კონკრეტული შემთხვევით რო არ დაასკვნა ეს პასუხი ზოგადად რო ვისაუბროთ რა სიტყვი არ ნახე ზოგადად რო ვისაუბროთ შეიქნებოდა ყველა ვარიანტი იქიდან გამომდინარე რომ მაღალ რიცხვს აკლდებოდა პატარა რიცხვი და გინდა თუ არა დიდ რიცხვს ვიღებ რადგან ეს უარყოფითი და დაბლის ანუ მაგის გამო არა რადგან ვიცოდით რომ ნუზე ნაკლები იყო ვიცოდით რომ უარყოფითი რიცხვი იყო და პლუსად რომ იქცეოდა ანუ გამატება გამოდიოდა და დადებითი რიცხვი და ყველა ვარიანტი ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ ესე მაგრამ ესეც ხო დადებითი ძლება. ეს დადებითი სანაირად ძლება მას. -1 ვუმატებთ 1. ანუ ზოგადად რომ ანუ არ ყოფილს ვამატებთ და რიცხვის მოდულს გააჩნია. მოძება რა. ანუ ესე იგი ზოგადად დასწრების გაკეთებაც შეგიძლებოდა წერილზე. ხო, ისე შეგიძლებია ბევრი რამე. თავი იქ გამოგიყენოთ. თავი პირობებში ტვინი გამეხსნას ანუ. მე ჩამოსვლილი რიცხვებიდან რომელიც წარმოადგენს 9/40-ის ტოლიაცილის მიასადებამდე დაბრუნების შედეგს. ანუ მე-40 გადააქციე, თქვათ, 10 წელს და დაამხოლე მიასადებამდე. ეგ წერია ხა, ხო? დედურა კარგი დაწერა. მოკლედ, პასუხს ამოვიწერე პირველ რიგში 0.25 მიასედიო, 0.23 მიასედიო, 0.22 მიასედიო და d 0.2 მიათედიო. და 9/40-ს რაც შეიძლება იმისთვის რომ მივხვდეთ დაბრუნების შედეგი რომელია ჯერ პირველ რიგში მას გადავეყრა ნაწილობრივ რას კი რა დოს როგორ გადავიმოვა ისა დუ წილადი საწილად გადაყვანა როგორ მოვახდინო 10 ხო გამოგისო მიყო შეგვეცით დიდად ისეთი რიცხვი არა 9-4-ზე რომ გავყოთ ანუ 40-ზე რატო 0.90-ში 2-ჯერ 80-ში 10-ში არ მოთავსდება 100-ში მოთავსდება ისევ 2-ჯერ ერთი კითხვა 10-ში ვეძებ კი მოთავსდება თუ არა ეს ნაშთია ხო ანუ აქ რო ამბობენ ნახე არ მოთავსდება აქ ნულის დაწერა რო იციან მაგ მომენტი უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ რომ ნაშში ეს თუ მოთავსდა ესე იგი ეს წინა რიცხვი და გარასწორად დაწერილი 100-ში 40 კი ბატონო გეთანხმები 2-ჯერ 80-ში და 20-ში ანუ 200-ში მოთავსდება 5-ჯერ 5-ჯერ ეს ნული რის ხარჯზე შევამატე ამდენი ანუ დეფიციტის ხარჯი თუ ძიმის ხო რა დეფიციტ მაგით კი ექნება ნორმალური გონებაში ქართული მათემატიკა აირია ხო და აირია ჰალი გამოსავალი მოკლედ ეხლა ამან დამრგვალებას რაც შეეხება რადგან თხოვს მიასედებამდე დამრგვალებას გამახსენებია რა ხდება მიასედებამდე ანუ მიასედებამდე ხო ეს 10-ეული არის ეს 100-ეული არის და ეს 1000 მოდის მანაერად მითხარ ძიმის შემდეგ 10-ს რა უნდა მიასედია მე მიასედია წი ჩოვლები ერთეული 10 და ასე შემდეგ ეხლა ესე მიასადებამდე თუ ამბოლებ არა თამდა და 5 რადგანაც 1 ემატება ფონი და 0.23-ია ხო? კი ბატონო, ანუ 5 არის. 5-მდე არის იმავე რიცხვი და 5-ის შემდეგ არის 1-ით მეტი. 1-ით მეტი. ეგ არის, კი ბატონო. რაცა 5 არის რიცხვი, რომელიც მის წინ მდგომს 1-ით ზრდის. 5, 6, 7, 8 რა, აი, 4 არის ეს. ოკეი. რამდენი ისეთი ნატურალური რიცხვი არსებობს, რომელიც ნაკლებია 1000-ზე და 3-ზე გაყოფისას ნაშში გვაძლევს 1-ს. ახლა როგორ ჩავწეროთ ეს ამბავი, რაც აქ ანუ ერთი წუთი 1000-ზე ნაკლები არის და 3-ზე გაყოფისას ნაშს მაძლევს 1.
კი. ნაშთი მადლობთ. პირველ რიგში რომელიც გამისახელებდი, რომელიც ნაშთი რომ გარეშე 3-ზე იყო. 999. კი ბატონო. აჰა, ერთ-ერთი არის 999. მაგრამ ამას რადგან 3-ზე გაყობა შეუძლია 997. 997-ია ეგ რიცხვი, მაგრამ აქ რა შეესაბამება? რიცხვს არ ამიგეკითხება. შენ გეუბნები ან რამდენი ნატურალური რიცხვი არსებობს ესეთიო, რომელიც 1000-ზე ნაკლებიაო და 3-ზე გაყოფისას ნაშთი იძლევა 1-ო. ბევრია. ძალიან ბევრია, რომელსაც ზეგრიად ვერცდათ. რაღაც ხერხია და მაგრამ რაღაცა ხერხზე გვჩასაგნები და პასუხობს გეტყვი, რომ ზუსტად ეგ მომენტი გქონდეს, რომ უი ამას ხელით ვერ გავიწვი. 332 წერია ასევე 333 და წერია 334. თუ ახლა ეროვნულებზე მილიონი წელს მასწავლე რა თქმა უნდა დავიწყო შევაწერ. ამაძნები. 3-ზე თუ რიცხვი იყოფა, შემიძლია თუ არა ის ჩავწერო როგორც მაგალითად 3p. კი. ან ნებისმიერ რიცხვს რომელიც 3-ზე იყოფა ის ჩანაწერი პასუხობს? კი. თუ ნაშთი 1 რჩება, ეს 1 ახლა ამ ჩანაწერში როგორ ჩავწერო? 3s + 1. პრინციპი გეთანხმები და ის რიცხვი როგორი უნდა იყოს? ნაკლები 1000-ზე. ანუ ნაკლობის ნიშანი 1000. და მე რამაც ხო აქეთ საკონელი თვითონ ის პე. გამოვა რომ 3 პეტოლი არის 1000 - 1 და პეტოლი არის 323. ხო, 323 და პეტოლი არის 323. 323